მოგესალმებით, ასეთ რა ქვია. პროცესებში ჩავერთით უკვე ესე გეზოდებული. რა ქვია, კაპტიუკა, ქართულად რა ქვია? ბიჭებო. რა ქვია? შესაბოლი, ხო? რიჩ, შვენიერი ხო შეიძლება? რიჩ, შვენიერი ხო დანადგარები ეს, გერმანული დანადგარებია. უშუალოდ, აი ეს პატვისებული პრეს ეგრეთ წოდებული MV კლაშების მეშვეობით, აი ესეთი პრეს გადამები, ყველაფერი აწყობილი არის ასე ასბორელი, მაგრამ საუცილებელი იყო იზატოვებია სამონტაჟოზე. ამიტომ რა ვიცი, კარგი იქნება რომ საქართველოს უკვე დრო შემოვიდეს აი ეს პატივცემული, რასაც ქვია ეგრეთ წოდებული ნერჟავეიკა უჟანგავი. იასონს დიდი მადლობა. კაცური კაცი, ვაშკაცი კაცი და ეხლა პროცესებში კიდე მეორე მხარესაც შვენიერი პრინციპში მოგონება ხო ეგრეთ წოდებული მცოცავი, ეს არის ეგრეთ წოდებული ჩვეულებრივი მუხტა გადასამელი, ვაგრძელებით ხო აი მით განისაზღვრება, ეს არის მცოცავი. ეს მცოცავი კაია რო იცით, ბოლომდე შეგვიძლია შევუშვათ. ამასობაში სპეც რაღაც სამოჭარო დაგჭირდეს, მონაკვეთ შეგვიძლია ამოჭრათ და დავაკავშიროთ. კაი პროცესებში ვიქნებით, მე ვარ და მეც შეიძლება მოვესწრო ჩემი კოჭების გაზრდა და ჩამოუყან ხო, სანდრო და ერთ შებოლოს მეს გამიგეთებ. აი ეს ზემოთ ამხარე ხო? აი სპეც აპარატით კიდე ჯერ. ჯიგარას. დიდი მადლობა და ის რა მშვენიერი ანუ ის გერმანული ეგრეთ წოდებული პრეს ფიტინგები არის ხო? ეგრეთ წოდებული ამ კლასიფიკაციაში მოდის პირველი ეს არის M ეგრეთ წოდებული მიმართულება M კლაშები, M პროფილი ქვია ოფუსურად და V კლაშები ხო? V-გას აქვს V კლაშები ამასობაში. ის კლაშები რასაც სპეციფიკური რა ქონდეს, ვინაიდან ნერჟავეიკა სხვანაირად ვერ დაუპრესავთ, ვინაიდან V გაჩერდება V-ზე, კლასიფიკაცია სპილენჩი. არა უჟანგავში. ამიტომ უკვე ეს მიმართულება უფრო REMS აქვს. ხო? და ერთი კაი მოგონებაა კიდე აი საინდიკაციო ზოლები არის, ხო? ამას რწმუნებით იმაში, მემონტაჟერ რწმუნება იმაში, რომ როცა დაიპრესა, ის თვითონ აგდებს აი ეგრეთ წოდებულ პრინციპში უკვე ინდიკაციას და დარწმუნებული ვართ იმაში, რომ რამდენი პრეს გადამაა, ხო, აგვირდებით. აი რომ არსად არაფერი არ გამომჩა. ხო? ყველგან დაპრესილია, ხო? ეს სერიოზული დანადგარია, ეს ეგრეთ წოდებული არის კაპტიუკა, კიდევ ერთჯერ მომიწყდება. რა ქვია, შესაბოლი აპარატი, გერმანული სტანდარტებით, აგვირდებით, ხო, ყველაფერი დასული თერმოსტატით, ეგრეთ წოდებული გამღები ჩამკეტრელებით, ხო, სტაბილური ეგრეთ წოდებული 4 ბარი ჭირდება წყლის, თვითონ ხარშავს. ეგრეთ კაი პროცესი იქნება და კაი პროცესებშიც ვართ, ხო? კაი მშვენიერი არის და მინდა რა თქმა უნდა, უსურო წარმატებები სანდროს კაი დაწყება. აი რა შეიძლება პროცესებს, ხო? ჯერ ეს ერთი ეს ინდიკაცია, ყოველთვის მონიშნულნა იყოს. ამიტომ არსებობს ეგრეთ წოდებული მარკერი, ხო? რომ აი ამ ზღვარს არ ავწდეთ. ამიტომაც ყოველთვის მარკერები თუ დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ პიტინგი დაფიქსირებულია. წავიდა ერთი. ასე შემდეგ, ამასობაში, აი უკვე ინდიკაციას აგდებს, რაც ნიშნავს იმას, რომ პრეს ფიტინგი დაიპრესა ინდიკაციას არ ავწდით და დარწმუნებული იმაში, რომ 100%-იან გადამაგახორციელდა ეს. ესეც 2-4-ია, 21 საუკუნეში ამასობაში. საქმეების აწყობა ასეთ ნერჟავეიკით, ხო? უჟანგავით, უკაცრავად, რუსულად ლაპარაკობ.